როდესაც საკითხი ეხება ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობას, ბრალდების მხარემ უნდა დაადასტუროს, რომ აქ მონაწილე პირები იცნობდნენ ერთმანეთს და ხელმძღვანელს, ჰქონდათ ურთიერთობა და ასრულებდნენ ზედმიწევნით მათ მითითებებს გაცემის შესაბამისად. ამ სისხლის სამართლის საქმეში არ არის წარმოდგენილი არც ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რომელიც დაადასტურებს, რომ ისინი ერთმანეთში საუბრობდნენ, არც თუნდაც სოციალური ქსელებიდან ამონაწერი, რომ ისინი იცნობდნენ მაინც და არც სატელეფონო ამონაწერები, რომ მათ ოდესმე ერთმანეთთან ზარი ქონოდა განხორციელებული. არც ვიდეო ჩანაწერები, რომ ერთმანეთში საუბრობდნენ. უფრო მეტიც, ზოგს ედავებიან 28 ნოემბერს განხორციელებულ ქმედებას, ზოგს 1 დეკემბერს, ზოგს 30 ნოემბერს. შესაბამისად, ეს 11 პირი შემთხვევით არის მოხვედრილი ერთად და მას ჩვენ ვერ დავარქმევთ ორგანიზებულ ჯგუფს. ამიტომ ჩვენი მოწოდება იყო სასამართლოს მიმართ. რაც არ უნდა მოხდეს, ეს ჯგუფი არ არის ორგანიზებული. და სწორედ ამიტომ არის სასჯელი საკმაოდ მაღალი 4-დან 6 წლამდე, რომ ამას ორგანიზება უნდა ახლდეს თან. მაშინ ჩვენ გვაქვს სასამართლო გადაწყვეტილება, სადაც წერია, რომ თუ ესე და ეს არ იქნება დადასტურებული, გულისხმობ ნაცნობობას, გულისხმობ მითითებას და არ იქნება არც ერთი მტკიცებულება წარმოდგენილი, მაშინ ეს პირები უნდა გამართლდნენ. ამიტომ მე ზოგადად როგორც უფლებადამცველი სხვა შინაარსში აღარ შევდივარ. ყველაზე მთავარი აქ არის, რომ ორგანიზებულობა სახეზე არ არის და თუ ორგანიზებულობა სახეზე არ არის, მაშინ რომელ მონაწილეობაზე გვაქვს საუბარი.